საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლის დატოვების შემდეგ პირველი ბრიფინგი გამართა და საქართველოს ამჟამინდელ მდგომარეობაზე, კრიზისიდან გამოსვლის გზებზე და დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ზურაბიშვილის თქმით, საქართველოში არ არსებობს დამოუკიდებელი ინსტიტუტები, ქვეყანა იზოლაციაშია მოქცეული და გამოსავალი მხოლოდ ახალი არჩევნები შეიძლება იყოს. სალომე ზურაბიშვილის აზრით, არჩევნების ჩასატარებლად ქართულ ოცნებას მხოლოდ ორი ვარიანტი აქვს. ორი ვარიანტი აქვს დღეს მართლ გუნდს, ერთი რომ დაინახოს ეს რეალობა, დაინახოს რომ რა უნდა ქართულ ხალხს და თვითონ წავიდეს იმაზე, რომელიც იქნება ცხადია დათმობა. მეორე ვარიანტი არის ბევრად უფრო ძნელი და რთული ქვეყნისთვის, თუ ქვეყანაზე ფიქრობს ვინმე, რომ მართლმა პარტიამ დაელოდოს თავის ბოლომდე დაშლას, რაც მოითხოვს სხვა ტიპის პასუხისმგებლობის გადანაწილებას, მაგრამ ესეც იქნება თუ კი მართველი პარტია არ შეეგუება იმას, რომ უნდა გაითვალისწინოს ჩვენი ხალხის და ჩვენი პარტნიორების ერთობლივი მოთხოვნა, რომ ახალ არჩევნების გარეშე არაფერი არ შეიძლება ამ ქვეყანაში. ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა დაადასტურა, რომ ამერიკაში ტრამპის ინაუგურაციას დაესწრება და თქვა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობას აგრძელებს. მაქვს პრაქტიკულად ყოველდღიური კავშირები ჩვენ უცხოელ პარტნიორებთან და თქვენ იცით და მე დღეს ახლა ამას ვადასტურებ, რომ მივდივარ პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე, მივდივარ ვაშინგტონში ვიქნები ჯო უილსონის დაპატიჟებით. თქვენ იცით, რომ არის სხვადასხვა ვარიანტები, ვთქვათ, მოწვევის ამ ინაუგურაციაზე. თავარი ის არის, რომ მივდივარ იქა, მექნება მაღალ დონის შეხვედრები და ვაგრძელებთ ამ ურთიერთობებს ჩვენ პარტნიორებთან. იცით ასევე პრეზიდენტ მაკრონის განცხადება, ის უხეში და უზრდელი პასუხები, რაც მოდის ამ მართველი გუნდიდან, ყველა ამ მიმართულებებით, ამ ჩვენი პარტნიორების მიმართულებებით, დიდად არაფერს არ ნიშნავს. საუბრისას ზურაბიშვილმა ყურადღება საქართველოს ეკონომიკაზეც გაამახვილა და თქვა, რომ ოცნებისთვის შემოსავლის ერთ-ერთი წყარო რუსეთში სანქცირებული პროდუქტის გაყიდვაა. ჩვენ ვხედავთ, რომ უფრო და უფრო საქართველო გადასული არის ამ ყველაფრის გამო იზოლაციაში და ჩაკეტილი ქვეყანა, რაც ცხადი არის პირდაპირ აისახება ჩვენს ეკონომიკაზე, რომელიც დღეს ასევე გაჩერებული არის დიდწილად. მართალი არის, რომ რაღაცა შემოსავლები მაინც არის პირველ რიგში იმ სანქციების გვერდისავლით, რომელიც ძალიან გაძლიერებული არის ბოლო პერიოდში და ერთ-ერთი ყველაზე ალბათ დღეს წყარო ფინანსური შემოსავლების სწორედ არის ის ძალიან ძვირად ღირებული მანქანები, რომელიც გადის საქართველოდან ვითომს ცენტრალურ აზიის მიმართულებით, რეალურად რუსეთში და ამ თითოეულ მანქანას ძალიან დიდი ფასი აქვს ამისი გატანის, გაყვანის საქართველოდან და რა ამ მანქანებში კიდევ სხვა რადევს, ესეც გასარკვევი არის. ბრიფინგის დასასრულს სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველოს პრეზიდენტად რჩება და ახალი არჩევნების მისაღწევად ბრძოლას არ შეწყვეტ. ჩემი ბრძოლა პირადი გრძელდება და ბოლომდე გაგრძელდება, იმიტომ რომ მე ვარ ამ ქვეყნის პრეზიდენტი, მაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომ ეს ქვეყანა გავიყვანო თქვენთან ერთად იმ სამშვიდობოზე, რომელიც დემოკრატიის, თავისუფლების და მისი კურსის გარეშე არ შეიძლება რომ იყოს მიღწეული. ორბელიანების სასახლის დატოვების შემდეგ სალომე ზურაბიშვილის ახალი ოფისი ვერაზე, ჭოველიძის ქუჩაზე მდებარეობს. მისი თქმით, იგი სწორედ ამ ოფისში გააგრძელებს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას.